12 მაისს ჰამასმა გაათავისუფლა იდან ალექსანდერი, ისრაელელ-ამერიკელი მძევალი, რომელიც ღაზის სექტორში 584 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ტყვედ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჰამასმა გამოუშვა მძევალი მას შემდეგ, რაც მარტში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჩავარდა. იდანი გადაეცა წითელი ჯვრის წარმომადგენლებს ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისში და შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებს. ცაჰალმა დროებით შეაჩერა სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში, რათა ხელი შეეწყო იდანის მშვიდობით და უსაფრთხოდ გადაცემას. ჰამასმა იდანის გათავისუფლება კეთილინების ჟესტად შეაფასა, რომელიც მიზნად ისახავდა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეყვანას და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. არ შედგა არც პროპაგანდისტული შოუ, რომელიც ბოლო პერიოდში ჰამასის განუყოფელი ნაწილია. გათავისუფლების შემდეგ იდანი გადაიყვანეს თელ-ავივის სიხილოვის სამედიცინო ცენტრში, სადაც გაიარა სამედიცინო შემოწმება. მისი ოჯახი აღნიშნავს, რომ ტყვეობაში ყოფნის პერიოდში იდანი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დაზიანდა. זהו, אני פה, אני מחכה לך. הכל טוב, אתה בסדר, אתה מוגן, אתה בבית. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მოლაპარაკებებში. ტრამპს იდანთან შეხვედრა ყატარში სურდა, თუმცა ბიჭმა იქ ჩაფრენაზე უარი განაცხადა. ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მომდევნო პერიოდში ვაშინგტონში ესტუმრება. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ერთი თვის წინ თელ-ავივში მძევლების მოედანზე იდანის მამობილი ვნახეთ და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ. Kibbutz is 50 minutes from Ashdod. Chatzor we have a Kol Tzavar project. It's a project of the Tzufim movement and the Kibbutzim movement. დორონ ცექსერი ოცნებობდა და იმედოვნებდა, რომ იდანს მალე ჩაეხუტებოდა და შეიძლება ითქვას, რომ მისი ოცნება და სურვილები ახდა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 17 მაისის მონაცემებით ღაზის სექტორში 58 მძევალი რჩება. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დაზვერვის ინფორმაციით მათგან 20 ცოცხალია. ამ დრომდე გრძელდება სამხედრო ოპერაციები ღაზის სექტორში ტერორისტების წინააღმდეგ.